ეს საქართველოს გადასაწყვეტი არ არის, როდის დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამას წყვეტს ევროკავშირის საბჭო, ან ევროპული საბჭო, ევროკომისიის წინადადების საფუძველზე. და შესაბამისად, რატო და რითი ხელმძღვანელობს ამ დროს ევროკომისია და ევროპული საბჭო. ისინი ხელმძღვანელობენ იმითი, რამდენად მზად არის ქვეყანა იმისთვის, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები და ეხლა ქვეყნის მზადყოფნა თავისთავად განისაზღვრება კრიტერიუმების შეფასებით, ეს არის კოპენჰაგენის კრიტერიუმები 1993 წელს კოპენჰაგენის სამიტზე მიიღო ევროკავშირმა ესეთი სამი ძირითადი კრიტერიუმი, რომლითაც იზომება ქვეყნის მზადყოფნა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. და ამ კრიტერიუმებით ზომავენ იმასაც შეიძლება დაიწყონ თუ არა მოლაპარაკებები. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პირველ პლანზე გამოდის ეს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული, ესე ვთქვათ, ინსტიტუტების სტაბილურობის საკითხი და მათი ფუნქციონალობის საკითხი და თუ ქვეყანა ამაში არის მზად, შემდეგ უყურებენ სხვა კრიტერიუმებს, მაგრამ როგორც წესი, სანამ დაიწყებენ მოლაპარაკებებს, თუმცა მოლაპარაკების გადაწყვეტილება მიიღება სწორედ აქედან გამომდინარე, ანუ ქვეყანა რამდენად მზად არის ევროკავშირში გაწევრიანების გზას რეალურად დაადგეს. ანუ დაიწყოს მოლაპარაკებები კანონმდებლობის ევროკავშირის შიდა კანონმდებლობის გადმოტანასთან დაკავშირებით და აი ამასთან დაკავშირებით სპეციალურად ესე ვთქვათ იხსნება მოლაპარაკების თავები ეგრეთ წოდებული, ხო? და ასე რომ ეს სრულიად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეფასებას აძლევს ყოველწლიურ თავის ანგარიშებში ევროკომისია ქვეყანას. ეს არის გაფართოების ანგარიშები, ახლა როდესაც კანდიდატი ხდება სახელმწიფო, ყოველწლიურად ევროკომისია სწავლობს მის, ესე ვთქვათ, ინსტიტუციური განვითარების მდგომარეობას. და ის აფასებს ამ მდგომარეობას იმასთან მიმართებაში, თუ ევროკავშირში გაწევრიანებას რა ჭირდება. ნუ ესე ზოგადად შეიძლება ამაზე ითქვას. ანუ მაგალითად, წლევანდელ ანგარიშში პირდაპირ ეწერა, რომ საქართველო არ არის მზად არანაირად, ესე ვთქვათ, მოლაპარაკებების გასახსნელად, მათ შორისაც მოლდოვა და უკრაინა არიან მზად და კონკრეტული, ესე ვთქვათ, ნაბიჯების გადადგმას უკვე თავაზობს ევროკომისია, აი მოლაპარაკების გახსნას უკვე თავაზობს ევროკომისია, ესე ვთქვათ, ევროპულ საბჭოს ამ შემთხვევაში. აი ეს არის პრინციპში და ის რომ თქვათ ვიღაცამ გადაწყვიტა რომ თურმე 2028 წელს გახსნის მოლაპარაკებებს ეს არის უბრალოდ იმის თქმა რომ 2028 წლამდე ჩვენ რომ შემოგთავაზონ მოლაპარაკებების დაწყება უარს ვიტყვით თუ ამაზე რა თქმა უნდა ეს უკვე ქვეყნის პრეროგატივაა მიიღებს თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობას ან დათანხმდება თუ არა ამას კი ბატონო აი ეს ნეგატიური ესეთი ნეგატიური დისკრეცია ამ შემთხვევაში ქვეყანას აქვს კი ბატონო. ანუ შეუძლია უარი თქვას. მაგრამ პოზიტიური არ აქვს. ანუ პოზიტიურად მასაც შეუძლია თქვას, რომ აი მე მინდა მოლაპარაკებების დაწყება და დავიწყოთ მოლაპარაკებები. ანუ ამის არანაირი თქვა დისკრეცია არ გააჩნია ქვეყანას.